ვაშინგტონიდან წერილი მოვიდა, წერილს ხელს აწერს, თუმცა ამგვარი კადრი ჩვენ არ გვინახავს, ამგვარი სკრინი არ გვინახავს. მოკლედ წერილის ავტორი არის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აღფრთოვანებულია ქართული ოცნება, რომელიც ერთადერთ ამოცანას ისახავს მიზნად, რომ როგორმე დაალაგოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვაშინგტონთან, თეთრ სახლთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან და როდესაც დაალაგებს, უკვე ამ ხრივ ლეგიტიმაცია მიღებულმა განაგრძოს ის პოლიტიკა, შიდა პოლიტიკა და განაგრძოს ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც მას ისედაც ჰქონდა და აქვს, მაგრამ ეს პრობლემა აქვს რეალურად ქართულ ოცნებას, რომ რაღაცა ლეგიტიმაცია მიღებული არ არის, რაღაცა იმას პრინციპში არც არავინ აღიარებს, არც არავინ ცნობს, არც არავინ ესაუბრება, აქედან გამომდინარე ერთგვარად დისკომფორტულ მდგომარეობაში, ანუ ყველაფერი, რასაც ჩადის ამ ქვეყანაში, მაინც არალეგიტიმურად ითვლება, დასავლეთის მიერ არ არის მოწონებული, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არ არის მოწონებული და აქედან გამომდინარე ერთი სული აქვთ, როდის დაალაგდებიან ვაშინგტონთან და ყველაფერს აკეთებენ. ამისთვის ლობისტური კომპანიები იქირავეს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით თავდაპირველად 12, ხოლო უკვე შემდგომ თუ არ ვცდები 8 მილიონი დოლარი გადაიხადეს იმისათვის, რომ ლობისტურმა კომპანიებმა ორი ამოცანა ჰქონდათ მათ. პირველ ყოვლისა, მათ მოეხერხებინათ და ის სანქციები, რომლებიც პრინციპში ამერიკის შეერთებულ შტატებს შემუშავებული ჰქონდა ქართული ოცნების წინააღმდეგ, აღარ გაგრძელებულიყო ან შეჩერებულიყო და მეორე ამოცანა იყო, რომ სანქციების შეჩერების პარალელურად და შემდეგ უკვე თბილისსა და ვაშინგტონს შორის ოფიციალური ურთიერთობები დაწყებულიყო. ამიტომ ქართული ოცნება აღფრთოვანებულია, ჟივილ ხივილის მდგომარეობაშია, როგორც კი პრეზიდენტი, ასე მაგალითად პრეზიდენტი ტრამპი რამეს დაწერს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით, პრინციპში ერთი რამ აქვს დაწერილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მან მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ მიულოცა ამერიკის შეერთებულ შტატებს და არსებიდან 250 წლისთავი, თუმცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ არის ერთადერთი პირი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინც მიულოცა შტატებს და არსებიდან 250 წლისთავი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამგვარი შაბლონური პროტოკოლური წერილი გაუგზავნა უკლებლივ ყველას, უბრალოდ სახელსა და გვარს და ქვეყანას ცვლი და ასე გაუგზავნა პირობითად კონგოს ხელმძღვანელს, პირობითად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, პირობითად რომელიმე სამხრეთ ამერიკული ქვეყნის პარაგვაის მაგალითად ხელმძღვანელს, ლიდერებს და ასე შემდეგ, მოკლედ ყველას, ვინც მიულოცა შეერთებულ შტატებს 250 წლისთავი, იმაშიც გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპისთვის საქართველო კი ალბათ იცის, რომ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოა, იმ კავკასიისა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები ერთგვარად მსუხეთ შემოვიდა ან აპირებს შემოსვლას, მაგრამ მოცემულ ეტაპზე საქართველო არის მეხუთე ხარისხოვანი უშუალოდ პრეზიდენტი ტრამპისთვის გაცილებით სერიოზული ამოცანები წინაშე დგას ამერიკის შეერთებული შტატები და უშუალოდ პრეზიდენტი ტრამპი. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. ამას ამბობს საქართველოს ხელისუფლება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაიდენის ხელისუფლებამ კი ყველაფერი გააფუჭა, როგორც თავად ბრძანებენ, ხო, გასაფუჭებლად ყველაფერი გააკეთაო, მაგრამ ბაიდენის ხელისუფლების მემკვიდრეობა აიღო საკუთარ თავზე, ანუ არ უარყო, სწორედაც რომ ტრამპის ადმინისტრაციამ არასრული 2 თვის, არასრული 3 თვის წინ ის სანქციები, რომლებიც დაწესებული იყო ბიზინა ივანიშვილზე და ამ ხელისუფლებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ მექანიკურად, ან თუ გეოთ ასე ვიტყვი, ავტომატურად გააგრძელა. ბატონი ტრამპის თქმით, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლების ერთი რიგითი წარმომადგენელი. ბატონი ტრამპის თქმით, Deep State-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა, ისინი ზუსტად იმ უსამართლო და ბინძური მეთოდებით გვებრძოდნენ, როგორითაც დღეს ბრიუსელი გვებრძვის. სიცრუით, შანტაჟით, მუქარით, დეზინფორმაციით, ორმაგი სტანდარტით და ასე შემდეგ. ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისათვის, რომ შტატებთან რეალური პარტნიორება დაიწყოს. ამის ავტორი, ამ სიტყვების ავტორი არის ახაკალაზის მარჯვენა ხელი და პარლამენტის წევრად წოდებული ლევან მაჭავარიანი, რომელიც სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და ასე ეხმაურება შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ კობახიძისათვის გამოგზავნილ წერილს, სადაც მან შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის მილოსვისათვის კობახიძის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. მე ვიდეო ბლოგი მქონდა ამ თემაზე, მე არ მჯეროდა და არ მჯერა,
რომ ეს არის სერიოზულად განსახილველი წერილი, სერიოზული წერილი განსაკვირველი არის, მაგრამ არ მგონია რომ სერიოზულად განსახილველი წერილია, მაგრამ თუ მაინც და მაინც სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს წერილი, იქ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, აკი წინა ვიდეო ბლოგშიც ვთქვი, ისეთ სიტყვებზე, როგორც არის ერთობლივი მუშაობა, საერთო ძალისხმევა. ანუ შეერთებული შტატები მაშინდელი და დღევანდელი ჩემი გააზრებით, თუ ეს სერიოზულია, ცდილობს რომ საქართველოს ხელისუფლება შემოიყვანოს პროცესში, თუ გლებავთ არ ვიხმარ სიტყვას შემოტყუება და შემოიყვანოს პროცესში და უკვე შემდგომ, როდესაც მაგიდასთან დასვამს კობახიძე იქნება თუ ყაველაშვილი იქნება თუ უშუალოდ ივანიშვილი იქნება თუ სხვას, უკვე შემდგომ საქართველოს ხელისუფლებას აუხსნას პოლიტიკის და გეოპოლიტიკის ანა და ბანა, ანუ აუხსნას რომ ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს საქციელი და შეცვალოს მოძრაობის ტრაექტორია. აი იმას მარკო რუბიოს ამ სიტყვებს რომ შეცვალეთ საქციელი და გამოასწორეთ ტრაექტორია, შეცვალეთ ტრაექტორია, მაჭავარიანი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ყურადღებას რატომღაც არ აქცევენ და იმ პროტოკოლურ წერილზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლითაც სწორედ პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა ირაკლი კობახიძეს და მიიჩნევენ რომ ეს არის ურთიერთობის გადატვირთვის თუ ხელახლა დაწყების საფუძველი. გარწმუნებთ რომ ასე მაგალითად ხსენებულ სანქციებს ამერიკის შეერთებული შტატები არც მოხსნის და არათუ არ მოხსნის, არც შეამსუბუქებს, ანუ იმ წერილის შემდეგ, რომელიც გამოაგზავნა ტრამპმა კობახიძე ადრესატი, პრაქტიკულად არც ერთი პრაქტიკული, პრაგმატული ნაბიჯი არ იქნება გადადგმული ვაშინგტონის მხრიდან საქართველოსთან, უფრო ზუსტი რომ ვიყო, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში. ამის მიუხედავად არ ჩერდებიან ეს ჟივილსა და ხივილში მოქცეული პირები, ასე მაგალითად მაჭავარიანი და სხვა შემთხვევაში კი სხვა რომელიმე პირი და აგრძელებენ დაბოლებას საზოგადოებისა და ამბობენ რომ აი ურთიერთობა ხელახლა დაიწყება, სუფთა ფურცლიდან დაიწყება და რაღაცა საკუთარივე მათ მიერვე მოფიქრებულ ბოდვებზე ამყნობენ თუ აყრდობენ ურთიერთობის გადატვირთვის, ხელახლა ურთიერთობის დაწყების თაობაზე თეორიას. უყურეთ მაგალითად რას ამბობს ხსენებული მაჭავარიანი. ჩვენს გუნდს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს. და მე უკვე ჩამონათვალია. ზემოთ აღნიშნული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დაპირისპირებაში ვიყავით იმ ადმინისტრაციასთან, რომელსაც ბატონი ტრამპი ტრად მოიხსენიებს. საქმე ისიც რაშია, ტრამპისთვის რასაკვირველია, ბაიდენის ადმინისტრაცია მიუღებელი არის და ვიდრე ტრამპი ცოცხალია, ყოველ 7 სიტყვაში 4-ჯერ სწორედ ბაიდენს ახსენებს და იტყვის რომ თვლემარე იყო ის ბაიდენიო, ბებერი იყო, მოხუცი იყო ის ბაიდენიო, ეძინაო იმ ბაიდენსო, არა სწორ პოლიტიკას ატარებდაო და ასე შემდეგ და მოკლედ გალანძღავს თუ გათათხავს ყოველი უხეშად 7 სიტყვიდან 4-ჯერ ან თუნდაც 70 სიტყვიდან 4-ჯერ ან 140 სიტყვიდან 4-ჯერ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ რომ 47 პრეზიდენტი არის შეერთებული შტატებისა, არის მემკვიდრე 46-ე პრეზიდენტისა და რამდენიც არ უნდა აგინოს ტრამპმა ბაიდენს, რამდენიც არ უნდა გაემიჯნოს ტრამპი ბაიდენს, რამდენიც არ უნდა გაატაროს სულ სხვა პოლიტიკა და სხვა პოლიტიკას ატარებს, მემკვიდრეობითობა და ეს უწყვეტი ჯაჭვი, როგორც ასეთი შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი და 47 პრეზიდენტის ჩათვლით უკვე არსებობს და ამას ვერავინ უარყოფს. დიახ, საქართველოს გამო პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ ბაიდენს ვერ დაიწუნებს და თუ დაიწუნებს პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკას, მაშინ კითხვა მაქვს და უბრუნდები იმ კითხვას, ამ ხნის განმავლობაში რატომ არ გააუქმა, აი წელიწად ნახევარია ტრამპი ერთ სახლში, დაბრუნებული რაც არის, რატომ არ გააუქმა ის სანქციები, რომლებიც დაწესებულია კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მიმართ თუ წინააღმდეგ. ანუ გამოდის, რომ რაც არ უნდა შესძახოს აქედან ლევანმა და მერე მეორე ხმა თუ ბანი მისცეს ირაკლიმ თუ შალვამ, იმის თაობაზე რომ ურთიერთობები გადასატვირთია და ბაიდენის ბრალი იყო ის, ტრამპისთვის საქართველოსთან შეძახილი მე-5 ან 55 ხარისხოვანია. დიახ, ტრამპი ბაიდენს საქართველოსთან მიმართებაში არ გააკრიტიკებს, არ გაემიჯნება და პირიქით განაგრძობს პოლიტიკას ჯოზეფ ბაიდენისა. აქვე არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამერიკა მაინც ინსტიტუციური დემოკრატიაა. მე მესმის, რომ ძლიერი პიროვნული, მათ შორის თვისებებით გამორჩეული ლიდერი 47 პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა დონალდ ტრამპი, მე მესმის, რომ ის ექსკლუზიურად იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბაშოች საკაბათოა და ინსტიტუციურად ხო არ არის მისაღები გადაწყვეტილებათა ნაწილი, ამაზეც კი მსჯელობენ ამერიკულ საზოგადოებაში, ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ როგორც არის, ისე არის, იქ უკვე მე თავად არკვიონ სასამართლოს გზით და სასამართლოს საშუალებით
მაგრამ მესმის რომ ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ექსკლუზიურად, მაგრამ ეს არის მაინც ინსტიტუციური დემოკრატია, სადაც ყველა ინსტიტუცია თავის ადგილზეა. კონგრესი, ანუ ქვედა პალატა, ზედა პალატა თავის ადგილზეა, სასამართლო თავის ადგილზეა, სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ასაკურველი აგრძელებს ასე მაგალითად ტრამპის საგარეო პოლიტიკას, ისიც თავის ადგილზეა და ასე შემდეგ. ანუ მარტო ტრამპზეც არ არის ამის თქმა მინდა ურთიერთობების ხელახლა დაწყება თუ გადატვირთვა, მით უფრო ისეთ რეჟიმთან, რომლის რეპუტაცია სულ მინიმუმ ყველაზე რბილად ვიტყვი, საეჭვო და საორჭოფო. უკვე შემდგომ ლევან მაჭავარიანი და ლევან მაჭავარიანის სახით ქართული ოცნება ამბობს შემდეგ რამეს. ღიად გულშემატკივრობდით დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას. ანუ ეს გონიათ რომ რაღაცა დიდი პლუსია, ხო? არც ერთ სხვა ამით უფრო ამგვარ ქვეყანას ღიად გულშემატკივრობა ამა თუ იმ კანდიდატისა არ ევალება. ესენი ჯერ ერთი რისკავდნენ, ასე ვიტყვი, იმიტომ რომ არ მინდა თქვა რომ მაღალი შანსი არსებობდა იმისა, რომ კამალა ჰარისი გაიმარჯვებდა არჩევნებში, მაგრამ გარკვეული შანსი არსებობდა და რა უფლებით გულშემატკივრობდნენ თუ მაინც და მაინც ამ ლოგიკას გავყვებით, კონკრეტულად ერთ კანდიდატს, მაშინ როდესაც თუნდაც მინიმალისტური, მაგრამ შანსი არსებობდა მეორე კანდიდატის გამარჯვებისა. წარმოიდგინეთ, კამალა ჰარისი რომ იყოს პრეზიდენტი მოცემულ ეტაპზე და წარმოუდგენელი და ცუდიც იქნებოდა, რასაკვირველია, ბევრად უარესი ვიდრე ტრამპის პრეზიდენტობა, მათ შორის ანტიტრამპისტების უნდა აღიარებდნენ წესით ამას. მოკლედ, როგორც არის, ხო, კამალა ჰარისი რო იყოს ახლა ოვალურ კაბინეტში, ამ შემთხვევაში საქართველოს პრაქტიკულად გაწყვეტილი ექნებოდა, ხო, ურთიერთობა არა. გარწმუნებთ ლევან მაჭავარიანი თუ ქართული ოცნება ღიად იტყოდა ამ შემთხვევაში ოღონდაც კი ლეგიტიმაცია მიიღოთ შეერთებული შტატებიდან, რომ ჩვენ ღიად გულშემატკივრობდით დემოკრატების გამარჯვებას, მიუხედავად ჩვენში არსებული პრობლემებისა, გიჟი იყო ის ტრამპი, კარგია რომ არ გაიმარჯვა. არა, ტრამპმა გაიმარჯვა, ტრამპმა მართლაც მნიშვნელოვნად გაიმარჯვა, სერიოზულად გაიმარჯვა კამალა ჰარისზე და ზოგადად დემოკრატიულ პარტიაზე და ამგვარ მემარცხენე კომუნისტურ წიაღსნებზე, რომლებიც ახასიათებდა ბაიდენს და უფრო კამალა ჰარისს და ეს კარგია, მაგრამ ამგვარი განცხადების გაკეთება არაფერია, წყლის ნაყვა, მოდი ვიტყვი ასე. სრული თანხმედრა ღირებულებებსა და პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში, რაც ასევე ტყუილია, თუ ვინმეს გონია, რომ პრეზიდენტი ტრამპისთვის მეშვიდე ხარისხოვანია, მაგალითად ადამიანის უფლებები ზუსტად ისე მეშვიდე ხარისხოვანია, როგორც ლევან მაჭავარიანისთვის კონკრეტულად ან ზოგადად ქართული ოცნებისათვის, ეს ვინმე რასაკვირველია ცდება. ტრამპისთვის პირველ ხარისხოვანი არ ვიცი რამდენად სწორია, პირველ ხარისხოვანი მაინც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის ადამიანის უფლებებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანიც არის America the first პრინციპი, ღირებულება, მიდგომა თუ კონცეფცია, მაგრამ მეორე თუ მესამე ხარისხოვანი ადამიანის უფლებების სულაც არის. ამის ნათელი დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მათ შორის და არა მხოლოდ ზოგადად ხელისუფლების, არამედ პრეზიდენტის, აი რა ავახსენოთ ახლა და მნიშვნელოვანი წვლილი ვენესუელაში ადამიანის უფლებების გამოსწორების თაობაზე. იქ სხვაგვარად შეიძლებოდა, ან ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლებოდა განვითარებულიყო პროცესები, მარტო მადუროს პრობლემა არ იდგა და იდგა ვენესუელის მადუროს დროინდელი ხელისუფლების პრობლემას, რომელიც ახლაც სათავეშია და დალხენილად კარგად არ აქვს საქმე ვენესუელებს მოცემულ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში ვენესუელას როგორც სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე, მაგრამ ადამიანის უფლებები რომ ირღვეოდა ვენესუელაში, ესეც იყო ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისაც დაიწყო იმდიდარე წლის დასაწყისში, კონკრეტულად მოიტაცა ხსედებული მადურო და როდრიგესსაც მადუროს შემდროებით შემცვლელს მუდმივად თუ წავიკითხავთ რაპორტებს, იმას საყრედურობენ, რომ თლად ბოლომდე არ არის ჯეროვნად დაცული ადამიანის უფლებები დღევანდელ პოსტ-მადურო ეპოქის ვენესუელაში. ირანთან მიმართებაშიც იგივეს თქმა შეიძლება მესმის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავდაპირველად დასახულ ამოცანებს სულაც ვერ მიაღწია, მაგრამ სულაც არ არის მეორე ხარისხოვანი ის, რომ ირანის ტირანული რეჟიმი აიათოლა ალი ხამენეისა ადამიანის უფლებებს ესოდენს მძიმედ არღვევდა 36-37 ადამიანი მოკლა მიმდინარე წლის თებერვალში ამ რეჟიმმა და ესეც იყო საფუძველთა საფუძველი ირანში ამერიკის შეერთებული შტატების კარგი კონოტაციით ინტერვენციისა ისრაელთან ერთად. გავიხსენოთ ბელარუსი, პრეზიდენტი ტრამპი უშუალოდ უკავშირდება ადამიანის უფლებათა დამრღვევ ლუკაშენკოს და ეუბნება, რომ ეს და დაახლოებით ჯამში 1000 პოლიტპატიმარი უნდა გაანთავისუფლო. ეს მადასტურებელია იმისა, რომ ღირებულებებში აცდენილები არიან ადამიანის უფლებათა
აბსოლუტურად უგულებელმყოფი ქართული ოცნება, რომელსაც 200 პოლიტპატიმარი და სინდისი პატიმარი ყავს, დაახლოებით 200 და ტრამპი, რომელზეც სრულიად არასწორად არის შექმნილი სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ მისთვის საერთოდ არახარისხოვანია, უხარისხოვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი კი არა, უმნიშვნელოა ადამიანის უფლებები, როგორც ასეთი. აქედან გამომდინარე, ბატონი მაჭავარიანის განცხადება, რომ თანხმედრა ღირებულებსა და პოლიტიკურ ფსობხედველობაში სრულიად უადგილოა. პოლიტიკური ფსობხედველობის თვალსაჩინით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სწორედაც რომ ნეონაცისტური, ან უფრო ზუსტი რომ იყო ნეობოლშევიკურია, რასაც ესე სერიოზულად უცხადებს ბრძოლას, სწორედაც რომ ტრამპის ადმინისტრაცია გადახედეთ მათ შორის იმ კონფერენციისა თუ მინისტერიალზე გაკეთებულ განცხადებებს, რომლებსაც ესწრებოდა მაკაბოჭორიშვილის, გადახედეთ უკვე ხსენებული რუბიოს განცხადებებს, გადახედეთ იმას, რომ აი ამ ნეობოლშევიზმის თუ ბოლშევიზმის აღზევება არ შეიძლება სხვა შორის ამ თვალსაზრისით ქართული ოცნების ხელისუფლება გაცილებით მეტად წააგავს კამალა ჰარისის ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქი ყავს ხელისუფლებაში, ვიდრე ან ბოლშევიკურია და კამალა ჰარისის რეალურად სოციალისტურ ბოლშევიკური იყო, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციას ტყუის კიდევ ერთხელ ლევან მაჭავარიანი. სრული თანხმედრა უკაცრავად ანალოგიური პოზიციები და გზავნილები სახელმწიფოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით. სახელმწიფოს სუვერენიტეტი, რომ ვიცოდეთ, მაინც სრული სუვერენიტეტი არა აქვს არათუ არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს, სლოვენიას მაგალითად, სლოვაკეთს მაგალითად, ხორვატიას, ესპანეთს მაგალითად, იტალიას და ასე შემდეგ, ან ევროკავშირის ნებისმიერი სახელმწიფო ავიღოთ, არამედ გაგიკვირდებათ და სრული სუვერენიტეტი არ აქვს არც შეერთებულ შტატებსაც. 21 საუკუნეში საერთოდ 90-იანი წლებიდან და უფრო ადრინდელი პერიოდიდანაც, მაგრამ განსაკუთრებით 21 საუკუნეში სრული სუვერენიტეტი, უფრო ზუსტი რომ იყოს სუვერენიტეტის გაგება ქართული ოცნების ინტერპრეტაციით, არის სრული იზოლაცია. ლევან მაჭავარიანს არა იმდენად, იმ დროის ვერც ხვდება, მაგრამ ბიზინა ივანიშვილს უნდა დამტკიცება ბჭყალებში, რომ თუ ჩვენ სუვერენული ვიქნებით, ჩვენ თვითონვე გადავწყვეტ ჩვენს ბედს. ჩვენს ბედს ყველა საკითხში ვერ გადავწყვეტთ, მათ შორის იმიტომ, რომ დასავლური ქვეყნების გამოცდილება, ისტორია, კულტურა, სამართლის წარმოება, სამართალში გამოცდილება, სასამართლოში გამოცდილება და ასე შემდეგ, ჩვენთვის გარდაულად აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ და თუ ევროპული სახელმწიფო ვერ გავხდებით, როგორც გავხდებით ადრე თუ გვიან, მართლა ჩამოყალიბდეთ იმ საზოგადოებად, რომელშიც სამართლიანობა, როგორც ასეთი, ყველაზე ან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს მაჭავარიანის განცხადება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტთან დაკავშირებით ერთნაირი გზავნილები გვაქვს, არა, ამერიკის შეერთებული შტატები სულაც არ უბიძგებს ქვეყნებს იზოლაციონიზმისაკენ. ამერიკის შეერთებული თავად არ არის იზოლაციონიზმისკენ გადახრილი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ არასწორი სტერეოტიპული პოზიციები ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციებთან დაკავშირებით, პირიქით მეტი გახსნილობა, მეტი ინტეგრაცია, მეტი თანამშრომლობა იმისთვის, რომ აი ამის ნათელი დადასტურება, მაგალითად შეერთებული შტატების მუდმივი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ნატო მაინც იყოს ადეკვატური, ევროკავშირიც იყოს ადეკვატური, მაგრამ ნატოს იყოს ადეკვატური და მაგალითად რამდენსაც შეერთებული შტატები იხდის ნატოში, იმდენივე გადაიხადოს ნატოს თუნდაც მესამე ხარისხოვანმა ქვეყანამ. ამის შემდეგ ლევან მაჭავარიანი ქართული ოცნების სახელით კიდევ უფრო სულელურ გიბოდიშებს და განცხადებას აკეთებს და ამბობს შემდეგ რაღაცას. მსგავსი შეფასებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მაპატიეთ. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მარკო რუბიო ამბობს, რომ ჩვენ ნეიტრალურები კი ვართ, მაგრამ ისეთი ნეიტრალურები ვართ, ვისაც სურს უკრაინის გამარჯვება. მე კითხვა მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალურია? თუ ნეიტრალურია, ეს პრობლემაა სხვათა შორის, ანუ აბსოლუტურად არავისკენ რომ არ იყოს, ეს პრობლემაა, იმიტომ რომ არავისკენ ყოფნა ავტომატურად ნიშნავს ჩვენს მდგომარეობაში და ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობაში მყოფი ქვეყნისათვის ყოფნას რუსეთისაკენ. მაგრამ ესეც საპატიო იქნებოდა ქართული რუსული ოცნებისათვის, რომ არ გქონდეს სრული რწმუნება და სრული ინფორმაცია და სრული ანალიზი იმის თაობაზე, რომ ქართული რუსული ოცნება ნეიტრალური კი არა, რეალურად რუსეთისკენაა და რუსეთის გამარჯვებაზე არის ორიენტირებული. საერთოდ ქართული ოცნება პარაზიტირებს ამ ომით
და საერთოდაც ქართულ ოცნებას თუ გულახდილები ვიქნებით ტრამპისაგან განსხვავებით, ნამდვილად არ უნდა ამ ომის დამთავრება, ან თუნდაც დროებით შეწყვიტა, იმიტომ რომ მის ეკონომიკას, ირაკლი კობახიძე რომ ამაყობს, რომ აი ესე გაიზარდა ჩვენი ეკონომიკაო, რეალურად პრობლემები შეექმნება ომის თუნდაც შეწყვეტის შემთხვევაში. რაც შეეხება განცხადებას უკრაინის ომთან დაკავშირებით, ბოდიში, შეფასებები ომთან დაკავშირებით, აი მე მინდა გკითხოთ, ერთხელ მაინც ქართულ რუსულ ოცნებას რუსეთი თუნდაც უკრაინის ოკუპანტად მოუხსენიებია თუ არა თუნდაც ამ ბატონ მაჭავარიანს, ერთხელ მაინც რომ მიადგე მიკროფონით და გკითხო ბატონ ლევან, რუსეთი არის თუ არა უკრაინის ოკუპანტი, საქართველოს ოკუპანტი რო არ არის, ამას ხიადაც გეტყვით, ასწდება უფრო ზუსტი რო ვიყო ამ კითხვას და დაიწყებს რაღაცა ზიგზაგების სიარულს ბატონი მაჭავარიანი, მაგრამ აი უკრაინასთან იმართებაში, სადაც ცეცხელი ომის ფაზაა მოცემულობებზე, რუსეთი არღვევს თუ არა უფლებებს, პუტინი არის თუ არა დამნაშავე, რუსეთი არის თუ არა უკრაინის ოკუპანტი და ასე შემდეგ. ეს რომ ვკითხო, ლევან მაჭავარიანი ან ზოგადად ქართული ოცნება ბიზნეს დაივარიშვილის ფრთებს მოქცეულები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ კითხვას პირდაპირ არ უპასუხონ და ვინ იცის და წასწდებათ კიდეც, რომ რუსეთი არადაირი ოკუპანტი არ არის კონკრეტულად უკრაინის. აქედან გამომდინარე, ტყუილია ბატონი მაჭავარიანის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან იმართებაში მსგავსი შეფასებები აქვს საქართველოს და შეერთებულ შტატებს. ერთნაირი ხედვა ევრობიუროკრატიის პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენი პრეტენზიები ბრიუსელთან იმართებაში ერთ-ერთში ასახა შეერთებული შტატებისმა თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს, რა სასაცილოა სიმართლე გითხრათ, რომ ესე გამოსდის ბატონ მაჭავარიანს, თითქოს შეერთებული შტატების შესაბამისმა უწყებებმა წაიკითხეს ქართულ ენაზე ბატონი მაჭავარიანის მიერ დაწერილი რაღაცა დოკუმენტი და უკვე შემდგომ გადაიტანეს ამერიკის შესაბამის კანონმდებლობაში თუ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში. ეს საოცრაზე მეტად სასაცილოა, მაგრამ ესეც ტყუილია, იმიტომ რომ ევრობიუროკრატიას აქვს პრობლემები, მაგრამ ევრობიუროკრატიას რომ აქვს პრობლემები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობას წყვეტს ამერიკის შეერთებული შტატები, ან ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ან ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროკრატია ევრობიუროკრატიასთან, ესეც უნდა ვთქვა. აი მაჭავარიანს კი გამოხავს ისე, რომ ესენი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და რადგან ევრობიუროკრატია მათთან მიმართებაში მძიმეა, ოღონდ სამართლიანია, ესეც უნდა ვთქვათ. აი მე გამოხავს ისე, რომ ევრობიუროკრატია ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების მტერია, რაც ტყუილია. გარე ჩარევის რისკის იდენტური შეფასება, კომენტარს არ გავაკეთებ თქვენის თემათვით, ან თუგლებავ გავაკეთებ. ჩვენთვის გარე ესენი არასწორი ინტერპრეტაციით წარმოაჩენენ, ამას და წარმოადგენენ. გარე ჩარევა ჩვენთვის არის თუ მართებულად ვიქნები გაგებული და ვეცდები რომ განმარტო, რასაც გულისხმობ, გარდაულად აუცილებელი. მაგალითად, გარე ჩარევად ესენი მიიჩნევენ არასამთავრობო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მოვლენას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ თვითონვე გავუმკლავდებით არჩევნებს საქართველოში, ამბობენ ესენი და ტყუილია. გარე ჩარევად მიიჩნევენ თუ რომელიმე ეუთოასე, მაგალითად ეუთო ოდირიასე, მაგალითად გამოვაგზავნიან დამკვირვებლებს და დამკვირვებლები აღმოაჩენენ ამა თუ იმ სოფელში, ამა თუ იმ ქალაქში, ამა თუ იმ უბანზე დარღვევებს. ესეც ტყუილია. რეალურად გარე ჩარევა ჩვენთვის იურისპრუდენციაში, გარე ჩარევა ჩვენთვის სამართალწარმოებაში, მართლმსაჯულებაში, ზოგადად სასამართლო სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურის რეფორმირებაში, თავდაცვის უწყებაში, ინფრასტრუქტურაში, ჯანდაცვაში და ყველაფერში ჩვენთვის ეს ეგრეთ წოდებული გარე ჩარევა ჩვენთვის გარდაულად მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი არის. გარე ჩარევა პოლიტიკური წყობის შესაცვლელად ხო რასაკვირველია, ეს მიუღებელია. ამას გულისხმობს მაღალი ალბათობით თუ გულახდილები ვიქნებით ბატონი მაჭავარიანი, მაგრამ პოლიტიკური წყობის ან პოლიტიკური ხელისუფლების შესასვლელად გარე ჩარევას ადგილი არც არასოდეს არ ჰქონია და ყველაფერი, რასაც თქვენ ისმენთ ამასთან დაკავშირებით, უკლებლი ყველაფერი არის ქართული ოცნების პროპაგანდა და ქართული ოცნების პროპაგანდის საცეცები გვტენიან ამ ტყუილ ინფორმაციას. შემდეგი, სრული თანხმედრა NGO-ებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებაში ტყუილია. ანალოგიური შეფასებები ულტრამემარცხენე იდეოლოგიასთან იმართებაში. ულტრამემარცხენე კი არა, ხაზგასმით კიდევ ერთხელ ვიტყვი, არა თუ ულტრამემარცხენე, არამედ საერთოდაც კომუნისტ, ნეოკომუნისტ, ნეობოლშევიკურია ხელისუფლება ქართული ოცნებისა. მოკლედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შტატებს შორის რეალური მეგობრობა და პარტნიორობა დაიწყება. წერს ოცნების წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში და შტატების პრეზიდენტის მიერ კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილს ეხმაურება.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, სტრატეგიული ურთიერთობა დაიწყება იმ შემთხვევაში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, თუ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც გონია რომ ბურთი ახლა გადააგდო შეერთებული შტატების მოედანზე, იქნება ადეკვატური, საქციელს გამოასწორებს, ტრაექტორიას გამოასწორებს, ანუ აღარ გაიხედება რუსეთისაკენ როგორც ერთადერთი მხსნელი სახელმწიფოსაკენ და ამას ყველაფერს საუკეთესოდ განმარტავს არა მხოლოდ რუბიო, არა მხოლოდ კონგრესმენი ჯო ვილსონი, რომელიც ასე შეიძულეს ამათმა, არამედ არა მხოლოდ სხვა კანონმდებლები შეერთებული შტატებისა, არამედ პირველ ყოვლისა ყველაზე უფრო მსუყეთ განმარტავს კარაფანო, Heritage Foundation-ის ერთ-ერთი მკვლევარი, საკმაოდ სერიოზული პირი, რომელიც დიდად ეხმარება სახელმწიფო დეპარტამენტს პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში, აბა თუ იმ ქვეყანასთან ემართებაში და მათ შორის საქართველოსთან ემართებაში, რომელიც ღიად ამბობს, რომ თქვენ გაქვთ ნებისმიერი რამის უფლება. მაგრამ თუ თქვენ ასეთი ტრაექტორიით ივლით, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედი არ უნდა გქონდეთ. ახლა აირჩიე ქართველო ხალხო, შენ გჯერა ამ ტიტუშკების ერთ-ერთი პატრონის, ლევან მაჭავარიანის, ან ზოგადად ქართული ოცნების თუ გჯერა ამერიკის შეერთებული შტატების მცოდნე პირებისა, რომლებმაც ლევან მაჭავარიანისაგან განსხვავებით შესანიშნავად იციან რა როლი შეიძლება დაეკისროს საქართველოს ამ გლობალური დაპირისპირების ეპოქაში და პერიოდში და კიდევ ერთი, აქვე გეტყვით, მე მიგამართია თემაზე და ალბათ თქვენც გიგამართიათ, მოცემულ ეტაპზე მაინც ნაცრისფერია სამყარო თუ შავ თეთრი და მე გეტყვით რომ უფრო რასაკვირველია სამყარო არის შავ თეთრი. უკრაინის ომმა განაპირობა ის, რომ საქართველო კი არა, რომ სამყარო გახდა შავ თეთრი. რუსეთი არის ბნელი, შავი, კუნაპეტი, უკუნი, ხო, სიმახინჯე, ძალა და დანარჩენი სამყარო, ვინც რუსეთს ეწინააღმდეგება, არის სწორედაც რომ თეთრი. ვაგლახდა სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება კონკრეტული მაჭავარიანებისა და არა მხოლოდ მაჭავარიანების მეოხებით, ძალისხმევით, აი ცდილობს რომ შეინარჩუნოს ნაცრისფერი უფრო შავისკენ. მოდი ვიტყვი ასე, ანუ აბსოლუტურად ბნელი, ისეთი როგორც იგორ გიორგაძეა, ის არ არის რაღაც ფიფია, შმიფია და ვიღაცები რო არიან მოსკოვში მოკალათებულნი, მაგრამ ის მაინც ნაცრისფერია და უფრო იმზირება იმისკენ, უფრო ცდილობს რომ მეტი შავი ფერი თუ შავი ტონი შემოიტანოს საკუთარ ფერში. ეს არის კომუნისტური, ნეოკომუნისტური, ნეობოლშევიკური, მემარცხენე, უკიდურესად მემარცხენე და ამავდროულად ვითომ კონსერვატორი, ხო, ვითომ კონსერვატორი, ეს მნიშვნელოვანია. ძალა, რომელიც ყველაფერს დასავლურს, ანუ კარგს უგულებელ ყოფს, ყველაფერს დასავლურს, რასაც უნდა დაემყნოს, ყველაფერი ქართული არის კარგი ქართული. უგულებელ ყოფს და მზერა მუდმივად ეპარება რუსეთის ფედერაციისაკენ. ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.